რაჯდება ხის სახლის აშენება. ანუ რახირს. სალამი მეგობრებო, ვინც უყურებთ გადაცემა ფერმა და სახლს. მე მიშო ვარ და ეს არის ჩვენი მორიგი ეპიზოდი. ამჯერად როგორც მიხვდებოდით ფასებზე. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და დაგვიკომენტარა რომ საბოლოოდ გვეთქვა თუ რა დაждდებოდა ხის სახლის მშენებლობა. დაახლოებით 60 კვადრატამდე ხის სახლის მშენებლობაზეა საუბარი. გადავწყვიტეთ რომ დასასრულისთვის ჩაგვეწერა ესეთი ეპიზოდი, სადაც ვისაუბრებდით ფასებზე. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მშენებლობა დავიწყეთ შარშან, ეს ფასებიც მოცემული იქნება იმ პერიოდის ბაზარზე არსებული ფასების მდგომარეობაზე, თუმცა ვეცდებით რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე თუ რა დაგიჯდებათ ხის სახლის მშენებლობა დღესდღეობით, რა თქმა უნდა დავითვლით მხოლოდ და მხოლოდ მასალების ფასს. მასალზე ფასები. ავიღოთ ჩვენი დავთარი, მოვიმარჯვოთ მიკროფონი და დავიწყოთ. პირველ რიგში, თუ გაქვთ უკვე არსებული მიწის ნაკვეთი ან ყიდულობთ მიწის ნაკვეთს, რას დაგჭირდებათ არის ტრაქტორის სამუშაო. მაშინ, როდესაც ექსკავატორი მოასწორებს მიწას და მოამზადებს სამშენებლოდ ჩვენს მიწის ნაკვეთს, უკვე შეგვიძლია დავგეგმოთ მშენებლობა. თუ რა ჯდება ტრაქტორის საქმე, ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმ ადგილზე თუ სადაც იმყოფებით და რამდენს იღებენ ოპერატორები ამ ღიურ მომსახურებაში. ჩვენ შემთხვევაში ეს დაახლოებით 800 ლარი დაჯდა. მოდი ფასები აი აქ განვალაგოთ. 800 ლარი. შემდეგი იყო ბოძები, მიწის ამოთხრა და ბოძების მომზადება. მეტალის ბოძების დამზადება, ფირფიტის დადუღება, შემდეგ ჩაბეტონება ამოთხრილ ღრმულებში, ეს ყველაფერი დაახლოებით დაჯდა 1200 ლარი. რა თქმა უნდა, მთავარი რაც არის ხის მასალა, აქაც გააჩნია თუ როგორი გზით წახვალთ, იყიდით ადგილობრივ ხის მასალას თუ რომელიც შედარებით იაფია ბაზარზე, თუ გადაწყვეტთ რომ იყიდოთ იმპორტირებული ტენგამოცლილი ხის მასალა. ჩვენ შემთხვევაში შევიძინეთ იმპორტირებული გამომშრალი ხის მასალა და ასევე დავამუშავეთ ეს ხის მასალა 4-ვე მხარეს დამუშავდა ფიცრები, დაკალიბრდა იმისთვის რომ ყოფილიყო ერთი და იგივე ზომა აბსოლუტურად და იმისთვის რომ მარტივად შეეწოვა და მარტივი დასამუშავებელი ყოფილიყო აი ასეთი ფუნჯით, თუნდაც ის ყველა მასალა, რომელიც არის მოთავსებული ჩვენი ხის სახლის კარკაში, რომელიც არ ჩანს, თუმცა იმისთვის რომ კომფორტული სამუშაო ყოფილიყო და კარგად ასე ვთქვათ, შეეთვისებინა ყველა ხსნარი, რომლითაც დამუშავდა, ანტისეპტიკით იქნება თუ ხანძარსაწინააღმდეგო, კარგი იქნება თუ დაამუშავოთ. შესაბამისად, ჩვენი ხის მასალა დაჯდა გაცილებით ძვირი, ვიდრე ადგილობრივია და დაახლოებით 8000 ლარი დაჯდა ამ სახლისთვის ხის მასალა. ხსნარები, ლაქები, საღებავები, წებოები დაახლოებით 1300 ლარი. რაც შეეხება ხის ლამპას, რომელიც ექსტერიერის და ინტერიერის მოსაპირკეთებლად გამოვიყენეთ, დაახლოებით 5000 ლარამდე დაჯდა. ასევე აივნის დეკი, რომელიც უნდა უძლებდეს ნესტს და გარემო პირობებს და უნდა იყოს შესაბამისად დამუშავებული, დაჯდა 1200 ლარი. შემდეგ მოდის OSB ფილები, როგორც მთლიანად კარკასის შესაკრავად, ასევე იატაკისთვის, რომელიც დამატებით სიმაგრეს ქმნის და ასევე თბოსაიზოლაციო ფენისთვისაც აუცილებელი შემადგენელია, ეს დაგვიჯდა დაახლოებით 3000 ლარი. რაც შეეხება არმირებულ ცელოფანს, ეს დაახლოებით 800 ლარი დაგვიჯდა, ასევე სახურავი 0.5-იანი სისქის და საწვიმარები 2500 ლარი არის ფასი, დიფუზიური მემბრანა 1200 ლარის იყო, ხის იატაკი 3.6 სანტიმეტრი სისქე, კარგია, როდესაც არ გვინდა რომ ჰქონდეს რაიმე ჩაზნექა სიარულის დროს, ანუ ვიბრაცია, ამიტომ თავიდანვე ეცადეთ რომ ამაშიც არ დაინანოთ თანხა და თხელ იატაკს ნუ დააგებთ. 2000 ლარის იყო ამ სახლისთვის განკუთვნილი იატაკი. რაც შეეხება ფანჯრებს, ორმაგი მინაპაკეტი გვაქვს სახლში, რაც აუცილებელია იმისთვის რომ დაიჭიროს სახლმა ტემპერატურა. ფანჯრები იყო დაახლოებით 2800 ლარის. ასევე თამასები, კუთხოვანები და მსგავსი მოსაპირკეთებელი ფინიშინგისთვის აუცილებელი საშუალებები 1200 ლარი დაჯდა. რაც შეეხება დათბუნებას, რომელიც
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია იმისთვის, რომ არ შეგექმნათ დისკომფორტი ზამთარზად ზაფხულში, სახლში ცხოვრებისას, თუ კი რა თქმა უნდა მუდმივად ცხოვრება გაქვთ გადაწყვეტილი სახლში და გინდათ რომ იყოს ეკომეგობრული იმ კუთხით, რომ ნაკლები დაждდეს მისი გათბობა თუ გაგრილება, ჯობია რომ არ დაინანოთ ამ შრისთვისაც თანხა. ჩვენ შემთხვევაში დათბუნება 2500 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსასვლელსა და ინტერიერში კარს და კარებს დაახლოებით 1000 ლარი დაждდა. შურუპი, ლურსმანი და მსგავსი სახარჯო საშუალებები შურუპის შემთხვევაში აქ ადგილობრივ ბაზარზე შეგიძლიათ რომ იშოვოთ ყველაფერი, ხოლო თუ ჩვენსავით მაგალითად პნევმატური ჩაქუჩით მუშაობთ, ჩვენ გაგვიჭირდა რომ აქ მოგვეძებნა შესაბამის გრადუსზე დახრილი ლურსმნების შოვნა და შესაბამისად გამოვიწერეთ ჩვენი ჩაქუჩებისთვის ლურსმნები ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან. შესაბამისად ცალკე ლურსმნის ტრანსპორტირება მოგეხსენებათ კილოობაში როგორ დაждდებოდა და საკმაოდ ძვირი დაждდა. ჩამოტანა იმედი მაქვს რომ მომავალში ამ კუთხით შეიცვლება სიტუაცია ქართულ ბაზარზე და მასალების შემომტანი კომპანიები უფრო გამრავალფეროვნებენ ასორტიმენტს. ჩვენ შემთხვევაში სახარჯო მასალები დაახლოებით 1700 ლარი დაждდა. აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასევე სატვირთო მომსახურებაც, როდესაც მასალა მოგაქვთ ეტაპობრივად, ეს ამასაც თავისი ხარჯი აქვს, შესაბამისად ესეც დამოკიდებულია მანძილზე თუ სად იმყოფებით და ამასაც აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ არ იქნება თქვენთვის საინტერესო. ასევე როგორც ხედავთ, სახლი დასრულებულია და არის სანათები და როზეტები მოწყობილი. ამ შემთხვევაშიც გააჩნია, რა თქმა უნდა, თქვენს გემოვნებას და ასევე შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მაგალითად შეგიძლიათ შტეპსელი როგორც 2 ლარის ფარგლებში იყიდოთ, ასევე პირობითად 100 ლარიანი დააყენოთ. ამიტომ ესეც არ არის ფიქრობ საინტერესო და მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. აბაზანის აქსესუარებიც იგივენაირად არის დამოკიდებული თქვენს გემოვნებაზე და არჩევანზე. ასე რომ აღარც ამას ჩამოთვლი და აღარ შეგაწყენთ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ სახლი იყოს თვითმყოფადი და ჰქონდეს წყლით უწყვეტი მომარაგება, გახლავთ წყლის ტუმბო და როდესაც მივადექით ამ ნაწილს, ჩვენ შემთხვევაში ვეწვიეთ ჩვენს მეგობარ კომპანია ტუმბოს იმისთვის რომ შესაბამისი აგრეგატი შეგვერჩია. წყლისთვის გაკეთებული მაქვს არტეზიული ჭა და მოკლედ შესარჩევად ტუმბოს შესარჩევად მოვედი სხვაგანსად თუ არა მაღაზია ტუმბოში, სადაც ძალიან დიდი არჩევანია და შაკო მოგესალმები. იმედი მაქვს რომ შევარჩევთ მოკლედ თქვენთან სწორ ტუმბოს. და აი როგორც გითხარი, არტეზიული ჭა რაც ამოვჭერი დაახლოებით არის 3 მეტრი სიღრმის და აქედან რაც დამჭირდება რომ სახლამდე მივიტანო წყალი და ავტომატურად რომ მოდიოდეს, არ ვიცი, ამ ყველაფერში მინდა რომ დამეხმარო. დიამეტრი გვაინტერესებს, რა არის თქვენი ჭის? ჭის დიამეტრი არის დაახლოებით მეტრი და ნახევარი. ანუ დიდი დიამეტრის ჭა გვაქვს. კი. გვაქვს ფართო არჩევანი, როგორც თურქული, ასევე იტალიური და ჩინური სეგმენტია. არის Aquastrong-ის ბრენდის იტალიური ტუმბო ჩვენი ბრენდია, რომელიც ჩინეთში იწარმოება და არის ასევე Vortex-ი თურქული ბრენდის. თქვენი ბრენდის ტუმბოს ტუმბოები, ასე ვთქვათ, რამდენიმე უკვე გამოცდილი მაქვს ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ლოკაციაზე დამჭირდა და წარმატებით, ანუ ამ დრომდე იდეალურად მუშაობენ, ასე რომ მივიდეთ პირდაპირ ნოვარჩი. გვაქვს განსხვავებული მახასიათებლის ტუმბოები, როგორც წნევის, ასევე წარმატობის მხრივ, შესაბამისად სიმძლავრეებიც არის სხვადასხვა კილოვატის მიხედვით. თქვენ შემთხვევაში მე გირჩევთ 32 მეტრიანი აწევის ტუმბოს, რადგან შედარებით უფრო მაღალი აქვს წნევა და უფრო სწრაფად მოიტანს რეზერვუარამდე ამ წყალს, ან თუ გნებავთ პირდაპირ სახლის სისტემაზე დააერთებთ. მანძილიდან გამომდინარე
დანაკარგი წნევის წარმატების გექნებათ, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ ჩვენ ტუმბოებს რაც აქვს პარამეტრი რეალურად ამას ასრულებს. ჩვენიერი. კარგით, რომელს მირჩევთ, აბა კონკრეტულად შევჭერდეთ? ჩვენ გვაინტერესებს რამდენი სველი წერტილი გაქვთ ერთდროულად, რომელსაც მოიხმართ. პრაქტიკული წერტილია, სააბაზანო იქნება, სადაც ხელსაბანი და დუშია დამონტაჟებული და აქეთ მეორე მხარეს სამზარეულო. კი ბატონო. არის ტუმბო, რომელსაც აქვს სტანდარტული წნევა, რაც ქალაქში გვაქვს 5 ატმოსფეროს მოწოდების საშუალება, აქვს 40 ლიტრი წუთში, ელექტროენერგიის მხრივ მხოლოდ 750 ვატს მოიხმარს, აქვს ინტეგრირებული წნევის მარეგულირებელი, ანუ ტვინი. და აი რაც მაინტერესებს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თქვათ წყალი გათავდა. დიახ. ანუ რო არ დაიწყო. წნევის მარეგულირებელს, ანუ ტვინს აქვს იმის ფუნქცია, რომ როცა წყალი არ იქნება, ავტომატურად გაითიშოს. ჩვენიერი. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტუმბოებში არის ის, რომ აქვს ვოლტაჟის დიაპაზონი დიდი, ანუ 160 ვოლტიდან შეუძლია მუშაობა, რაც რაიონში ხო, ცოტა დაბალი ენერგია არის, ხოლმე მართალი ხარ. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. გარანტია რამდენი აქვს ბარემ ბოლოს რო? გარანტია ჩვენი ბრენდის ტუმბოებს აქვთ 6 თვე. ჩვენიერი. მოკლედ, მე მგონი რომ სწორი მოდელია, ძალიან დიდი მადლობა შენ. არა. ეს იყო ეპიზოდი, რომელსაც ელოდით, ეპიზოდი ფასებზე, იმედი მაქვს, რომ მათ ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ ხის სახლის მშენებლობა დაგეხმარებათ, დაახლოებით იმის წარმოდგენაში თუ რა შეიძლება დაждდეს 60 კვადრატულამდე ხის სახლი, გულისხმობ კარკასული ტიპის კაპიტალური ხის სახლს და არა რაღაც სეზონურ ნაგებობას, რომელიც შეიძლება გაცილებით იაფი დაგიჯდეთ და რომელიც არ არის განკუთვნილი მუდმივად საცხოვრებლად. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მაყურებლების უმეტესობას არ გაქვთ გამოწერილი არხი, ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარება შემდეგში განვითარებისთვის და იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თქვენთვის საინტერესო და ინფორმაციული ვიდეოების შექმნა, წარმოება და მოწოდება. აქვე გეტყვით, რომ მასალების შემომტან და მწარმოებელ კომპანიებს შეგიძლიათ გამოგიგზავნოთ შეთავაზებები, ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ და ასევე გავაგრძელებთ საინტერესო კონტენტის შექმნას სამშენებლო არქიტექტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.